მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სულის წარმომავლობის საკითხზე. ის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, ვინაიდან როგორც ასეთი კრებსითი გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ ყოფილა მიღებული, იმის გამო რომ სხვადასხვა აზრი არსებობდა მასთან მიმართებით. ჩვენ კიდე ვეყნობით წმინდა ნეტარ ავგუსტინეს სწავლებას, რომელიც განვითარდა ასევე მაკარი დიდის ღვთისმეტყველებაში, შემდეგ გრიგოლ პავლამასთანაც, ეგნატე ბრიანჩანინოვთან და აქ ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ როცა საუბარია ადამიანზე, ჩვენ მას მოვიაზრებთ სამ შემადგენელიანად, ანუ სხეული, სამშვენივრელი და სული. ამ სამიდან ორი მოიაზრება ხატებაში, ხოლო სული მსგავსებაში. როცა ადამიანმა დაკარგა პირველფრთნელი ცოდვის შედეგად, ესე იგი თავისი პატივი და დიდება, ანუ მსგავსება, ხო? აქ იგულისხმება ის, რომ დაკარგა მან ეს სულიერი, რაც ღვთისგან შთაბერვილი იყო მასში, ანუ სული წმინდა, სული ღვთაებრივი, რომელიც მსგავსებას წარმოადგენდა, ხოლო სხეული და სამშვენივრელი ის არის ქმნილება ღვთისა. ბასილი დიდი ესეთ რამეს ამბობს, რომ თუ სხეული გამოიძერწებისო, სამშვენივრელი შეიქმნისო, ხოლო სული შთაიბერვისო. ესეთი კონცეფცია ყველაზე ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მას საბოლოო ესეთი სახის მიღება გაუჭირდა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით და ამისი მიზეზი აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ პლატონიზმის ზოგადად და ნეოპლატონიზმის ზეგავლენა საღვთისმეტყველო სკოლებზე, მათ შორის ალექსანდრიის, განსაკუთრებულად ალექსანდრიის სკოლაზე, სადაც ორიგენიზმის ერესი ძვინვარებდა და ზოგადად ამ საკითხის მიმართ იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ სამშვენივრელი არის იგივე სული. თუმცა ჩვენ ვადგენთ ამას წმინდა წერილიდანაც და წმინდა მამბების სწავლებიდანაც, რომ ეს ასე არ არის. და ყველაზე მკაფიოდ ამის შესახებ ისაუბრა და მიაგნო შეიძლება ითქვას ნეტარმა ავგუსტინემ ამ პრობლემის არსი, იმიტომ რომ თუ ადამიანი არ არის ესეთ სამშემადგენელიანი, მაშინ გამოდის, რომ სული და სამშვენივრელი, ანუ ის რაც ქმნილება და ის რაც ხელთუქმნელია, ამისი შეწყმა ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია სულიერი თვალსაზრისით. ამას კარგად გამოხატავს თვითონ გრიგოლ პალამას ღვთისმეტყველება, სადაც ღვთის ენერგიაზეა საუბარი, იგივე სინონიმებს შეგვიძლია ჩვენ საუბარი ამ შემთხვევაშიც, როცა სული წმინდა სწორედ შთაიბერვების და ეს შთაბერილი სული მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ცოდვის შედეგად დაიკარგა და შემდეგ უკვე ნათლისღების დროს კვლავ აღდგენითი ხდება. ანუ ეს სამშემადგენელობა, ანუ მსგავსება, როგორც ესეთი, ხდება აღდგენილი სწორედ სული წმინდის კვლავ ადამიანში, ასე ვთქვათ, პირობითად შთაბერვის დროს, როცა ხდება ნათლისღების დროს სული წმინდის გარდამოსვლა ადამიანზე. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, აქ არის ორი თეზა არსებული კრეაციონიზმისა და ტრადიციონიზმის, ანუ ერთი გულისხმობს კრეაციონიზმი იმას, რომ ადამიანს ღმერთი ქმნის არაფრისაგან აბსოლუტურად და მეორე რომ ტრადიციონიზმი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი იქნება მშობლების სულისაგან. აქ და ხორცისაგან. აქ არის მთავარი საკითხი ის, რომ ორივე კონცეფცია ერთმანეთს დაუპირისპირდა და წმინდა მამის შეხედულებებს თუ გადავხედავთ, ხომ ორივეს მიმართ რაღაცნაირი სიმპათია შეინიშნებოდა, ნაწილი ერთს ემხრობოდა, ნაწილი მეორეს. ნეტარი ავგუსტინეს მიგნება იმაში მდგომარეობს, რომ ამ ორივე კონცეფციის
თავის მხრივ ნაკლოვანით, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი არაფრისაგან იყოს შექმნილი, იმის გამო რომ გაუგებარი ხდება მაშინ მთლიანად პავლე მოციქულის ეპისტოლეების შინაარსი, სადაც კაფიოდ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანის იქმნება ადამიანის ცოდვის შედეგად, ესე იგი ცოდვა მთელ კაცობრიობაზე გადმოდის და ადამიანში ყველამ შევცოდეთ, ეს არის არსი მთლიანად შეიძლება ითქვას პავლეს ეპისტოლეებისა, მაგრამ მთავარი საკითხები აქ ასე დგას, რომ ესე იგი კრეაციონიზმი ამბობს ესე, რომ სახარებისეულ თეზას იყენებს, რომ მამა აქამდე იქს და მეცა ვიქმს, ანუ ქმნილება, არ დამთავრებულა და შექმნის პროცესი გრძელდება და ამიტომ ადამიანები იქმნება არაფრისაგანო და ხოლო ტრადიციონიზმის მიხედვით პირიქით არის, რომ მშობლების, ესე იგი, სხეულებისაგან და სამშვენელისაგან იქმნება სული ადამიანიო. და აქ კიდე თეზად ესეთი რამე აქვს, რომ ღმერთმა შექმნა და დაისვენაო. რა თქმა უნდა, წინა წერილში არ არსებობს, ესე იგი, წინააღმდეგობა და ამ ორივე კონცეფციის გაერთიანება ნეტარმა ავგუსტინემ ესეთნაირად მოახერხა, რომ აუცილებელი გახდა იმის აღიარება, რომ ზოგადად ქმნილება, ყველა ქმნილება, ხომ, შექმნილია რაღაც სუბსტანციისაგან, ხომ, ჯერ იქმნება, ნახეთ, ცა და მიწა, ანუ ქმნილება ის ზეციური სამყაროს ქმნილებაა და ხილული სამყაროს ქმნილებაა და აი ამ სუბსტანციაზე იქმნება როგორც ხილული, ესე იგი, სამყარო, მათ შორის ადამიანი და ზოგადად რაც ჩვენს ირგვლივ არის, ხომ? ასევე უხილავიც, მაგრამ ეს უხილავი არის პირობითად უხილავი, იმიტომ რომ ანგელოზებსაც, როგორც მოგეხსენებათ, გააჩნიათ თავისი თხელი სხეული და ესეც დამტკიცებულია მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომ ის მართალია ჩვენთვის, ჩვენი თვალსაჩინარიდან გამომდინარე არის რა უხილავი სინამდვილეში ღმერთთან მიმართებით ის, რა თქმა უნდა, არის ქმნილება და აქედან გამომდინარე მას გააჩნია, რა თქმა უნდა, თხელი სხეული. აი ამ თხეულ სხეულზე საუბრობს წმინდა მაკარიმ ეგვიპტელიც, ნეტარი ავგუსტინეც, ეგნატე ბრიანჩაინოვიც და სხვა წმინდა მამები, ათანასეც მათ შორის და ირინეოს ლეონელიც, რომლებიც ამბობენ ამას, რომ თვითონ სამშვინველი გაიგივება სულთან არ არის მართებული იმ შემთხვევაში, როცა სამშვინველი არის ქმნილება და ის არის ამავე დროს თხელი სხეულის მქონე არსება, შესაბამისად თუ ადამიანის ცოდვაზე მიდის საუბარი, ნეტარი ავგუსტინე ესეთ რამეს ამბობს, რომ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადამიანის ცოდვის მემკვიდრეობა გადადიოდეს უნდა არა მარტო ხორცითო, არამედ სამშვინველითაც. და როგორ შეიძლება ეს გადადიოდეს იყო გაუგებარი და ნეტარმა ავგუსტინემ ესეთი რამე თქვა, თუ თქვა ადამიანი, ესე იგი, იძერწება თიხისაგან, ანუ სუბსტანცია არის მიწა და სამშვინველიც იქმნება როგორც ხილული უხილავი, მაგრამ სინამდვილეში როგორც თხელი სხეული, მაშინ სული შთაიბერვებისო. ანუ სული აქ არის ნამდვილად სულიწმინდის ძალა, რომელიც ადამიანში იმკვიდრებს ადგილს. და თუ გვინდა ჩვენ კარგად გავიგოთო, გავიაზროთო, თუ როგორ ხდება ეს, ესე იგი, ადამიანის ცოდვის გარდამოსვლა მემკვიდრეობით, მაშინ არა მხოლოდ სხეულზე შეუნდა იყოს საუბარიო, არამედ სამშვინველის, ესე იგი, მიდრეკილებებით, რაც არის ცოდვის მიერი, ისიც უნდა გადმოდიოდეს ადამიანზეო. ანუ ადამიანის თუ ნახეთ როგორი საკითხია, თუ ადამი იქნება მიწისაგან, ევა იქნება ადამიანის ძვალისაგან, მაშინ დანარჩენი კატეგორია ადამიანებისა, დანარჩენი საზოგადოება იქნება დაცემული ადამიანისაგან. ეს არის ის კონცეფცია, რომელიც ნეტარმა ავგუსტინემ შემოგთავაზა და ამაში
ჩანს ორივე იმ თეზის, რაც კრეაციონიზმმა და ტრადიციონიზმმა განიხილა, ორივესი ერთმანეთში შეწყმა და საბოლოოდ საერთო ისეთი სილოგიზმის ჩამოყალიბება, რომელიც პირდაპირ გამოხატავს ჭეშმარიტებას. რა არის აქ მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, რომ როცა პავლე მოციქული საუბრობს ხორციელ ადამიანზე, ჩვენ აქ აუცილებლად გულისხმობთ არა მხოლოდ თვითონ ხორცს ადამიანისას, ხომ, როგორც მატერიას, არამედ ხორციელში გულისხმობს იმ ვნებისმიერ, ანუ ავხორცულ ადამიანს, ხომ? და სულიერი ადამიანი კიდე არის ჭეშმარიტებაში მყოფი ადამიანი. როცა აი ამ სხეულის კატეგორიაში მოიქცევა სამშვიდველიც, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აკლია კიდევ მესამე შემადგენელი, რასაც ქვია სული წმინდის ძალი, რომელიც ესე იგი აძლევს ადამიანს მთელ სისავსეს, რითაც ის ხდება რეალურად ახალი ადამიანი ქრისტეში. ანუ იბრუნებს მსგავსებას ღვთისას, სწორედ სულიწმინდის მეშვეობით. და ამ შემთხვევაში, ხო, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ როგორც სამშვიდველი, ისე სხეულიც ხდება სულიწმინდით გამდიდრებული და ამ შემთხვევაშია ის ადამიანი, განახლებული ადამიანი ქრისტეში, რომელსაც აქვს უკვე მადლმოსილი მდგომარეობა და მისი ყველა აზრი, გრძნობა თუ ნებელობა მიდრეკილი არის უკვე ჭეშმარიტებისაკენ. ესე იგი, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, საკმაოდ რთულია თავიდანვე ვთქვით ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ არსი სინამდვილეში არის მარტივი. თუ ადამიანი არის სამშემადგენელიანი, ამ სამშემადგენელიდან ორი ქმნილებაა, ხორცი და სამშვიდველი, როგორც ამბობენ წმინდა მამები, რომლებიც ჩამოვთვალეთ ჩვენ, ხომ? ამ მდგომარეობას ქვია ხატება. ხოლო მსგავსება, დაკარგული მსგავსება არის ის, რომ შტაბერილი სული, რომელიც ტოვებს ადამიანს, იმიტომ რომ როგორც მაქსიმე აღსერებელი ასეთ რამეს ამბობს, რომ სული წმინდა შეუკავებელია. რას ნიშნავს ეს? რომ ის მართალია მიეცა ადამიანს, მაგრამ არ მიცემულა ისე, რომ მას გაფრთხილება არ საჭიროებდა. ანუ სული იქ ჩერდება, სადაც მის შესაბამისი სულიერი გარემო იქნება ადამიანში, ხომ? გინდა ადამიანში, გინდა ანგელოზებში. და აქედან გამომდინარე, ის როცა ადამიანი დაეცა ადამიანის პირველქმნილი ცოდვით, შესაბამისად მსგავსებაც დაკარგა, ანუ სული წმინდა განეშორება მას. და როდის მოდის ეს დაბრუნება მსგავსებისა? ნათლისღების მეშვეობით. ეს არის ის მთავარი კონცეფცია და ნათლისღების გულისხმობ ჩვენ საფუძველს ამისა, მადლისა. თუმცა იქვე გულისხმობთ, რა თქმა უნდა, მირონცხებასაც, იქვე გულისხმობთ ზოგადად საიდუმლოებებში, ეკლესიის საიდუმლოებებში თანამონაწილეობას, აღსარებასაც, ევქარისტიასაც და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ჩვენ თუ გვინდა კარგად გავიაზროთ, იმიტომ რომ დღეს მიდის ამ თემებზე სერიოზული დაბა, რა არის სინამდვილეში სული და სამშვიდველი, ჩვენ აქ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ გამიჯნა ერთმანეთისაგან და ამ გამიჯნით ჩვენ ვაყალიბებთ იმას, რომ ქმნილება რა არის და ხელთუქმნელი რა არის, ამის განსხვავებას, ხოლო შემდეგ, როცა ადამიანს ჩვენ მოვიაზრებთ აი ამ სამშემადგენელიანად, გულისხმობთ იმას, რომ უკვე ნათლისღებით დროსაც მას უკვე მიეცა სულიწმინდის ნიჭები და ეს არის უკვე დაბრუნება იმ მსგავსებისა, ამის შესახებ კაფეოდ საუბრობენ ეს წმინდა მამები, რომლებზეც ჩვენ გავახელეთ ყურადღება. კიდევ რაც არის მთავარი ამ და მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა ვთქვათ კიდე ერთი რამ, რომ როცა ნეტარი ავგუსტინე აი ამ საკითხებზე იწყებდა საუბარს, ის თავდაპირველად კრეაციონიზმის მომხრე იყო და ამბობდა, რომ სამშვიდველი ნამდვილად სული არისო. და ამას ამბობდა მრავალი წმინდა მამა სწორედ იმის გამო, რომ მაშინდელი საზოგადოება ფაქტობრივად განათლების კერა და სფერო იყო პლატონიზმი.
და სწორედ პლატონს ჰქონდა ეს სამშვენივრელი რაღაც ღვთაებრივ ტიტულებით დაჯილდოებული და ეს ეგრეთ წოდებული უმნაია ჩას დუში, ხო, გონიერი ნაწილი, სულის გონიერი ნაწილი იყო პლატონურ კონცეფციაში ღვთაებრივი შემადგენელი. ანუ ჩასწიცა ბოგაო, ესე ამბობენ პლატონისტები და ეს ნაწილი ღვთისა, თურმე სული თუ არის ნაწილი ღვთისა, ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე სამშვენივრელი არის ღვთაებრივი შემადგენელი. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ირევა მთელი საღვთისმეტყველო კონცეფციაც, მაგრამ თუ ჩვენ ვალაგებთ ისე, როგორც თქვით ახლა და ამ სამშემადგენელიანში ორი არის სხეული, ერთი თხელი, ეთერული, როგორც ამბობს წმინდა მამა მაგარი დიდი და ეგნატე ბრიანჩანინოვი, როგორც ეს აქვს ანგელოზებს, მეორე თვითონ ეს მატერიალური სხეული ხდება ადამიანის, ესე იგი, აი ამ ორ შემადგენელში მესამეს დამატება. და ნახეთ რა ხდება სული როცა გვდება, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხების ესე განხილვა, იმიტომ რომ ჩვენ თუ სახარებას გადავხედავთ, ხომ აი ავიღოთ ა ブラ ამის და ლაზარეს იგავი, ხომ? რა ვხედავთ იქ, რომ რას ევედრება მდიდარი მამა ა ブラ ამს, რომ ჩააწოვოს თითიო იქნებაო ნუგეში მომეცესო გაგრილდესო, გესმით? ანუ იქ საუბარია სამშვენივრელის სხეულზეა საუბარი, ხო? უკვე მკვდარია, ორივე გარდაცვლილები არიან, ანუ ხორციელი თვალსაზრისით ისინი ორივე მიწაშია, მაგრამ რა სამშვენივრელს აქვს ეს თითიც, გონებაც, ზოგადად ადამიანის სახე, ყველაფერი, თვალებით, ეს ყველაფერი კარგად არის წარმოჩენილი, ხო? როგორც აი ამ იგავში, ასევე ზოგადად როცა ვსაუბრობ ჩვენ ანგელოზები, როცა ეცხადებოდა წმინდანებს და უამრავი წმინდანს გამოეცხადა ანგელოზები, ჩვენ ვხედავთ აქაც ამ კაფიოთ, რომ ეს სხეული არის კაფიოთ, იქ თვალებიც ჩანს, სხეულიც ჩანს, თმებიც კი ჩანს ანგელოზების, ხო? ყველაფერზე არის მითითება, თან აუცილებლად გააჩნიათ ფორმა. არ არის ეს უსხეულო არსებები. სწორედ აი ამ თხელსხეულზეა წმანდადანო აქ საუბარი, რომელიც გააჩნია როგორც ანგელოზებს, ისე ადამიანსაც. წმინდა მამები ესეთ რამესაც ამბობენ, ათანასეს აქვს, სხვადასხვა ალექსანდრიას, რომ აი ადამიანი რომ წარმოიდგინეთო, რომ ხელი მოიკვეთოსო, ხო, მოეჭრასო, ხო, ის მაინც გრძნობს ამ ხელის არსებობას. სწორედ იმას, რასაც გრძნობს, ეს არის ის სამშვენივრელის მდგომარეობა, რომელიც ადამიანს გააჩნია. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან რთულ საკითხს შევეხეთ და ესე ერთი საუბრით ამაზე სრული პასუხის გაცემა არ არის იოლი, მაგრამ ჩვენ ამ საკითხებზე ძალიან ბევრს მუშაობთ წერილობითი ფორმით და ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია გადახედოს ჩვენს ბოლო ნაშრომებს, სადაც აი ეს სულის და სხეულის კონცეფციები არის მკაფიოდ განსაზღვრული, ჩამოყალიბებული, მითითებულია წმინდა წერილიდანაც ადგილები, მსოფლიო კრებების მნიშვნელოვანი ადგილები და ასევე წმინდა მამების სწავლებები, სადაც ეს სწორედ ეს კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის უდავოდ ჭეშმარიტი, თუმცა რა თქმა უნდა, თუ კრებსითად არ არის მიღებული, ამაზე დავა არის ძალიან რთული, მაგრამ ჩვენთვის თავარი და მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ზოგადად თუ საკითხის მართებული გააზრება არ ხდება, მაშინ თვითონ საღვთისმეტყველო კონცეფციებიც ირევა და გაუგებარი ხდება ძალიან ბევრი რამ. და როგორც კი დავალაგებთ იმას, თუ რა არის ნამდვილად ქმნილება და რა არის ხელთუქმნელი, როგორც ამას პალამიზმში ხედავთ, სინამდვილეში იგივე უნდა მოხდეს ანთროპოლოგიაში მთლიანად, განისაზღვროს სად არის ადამიანი, სხეული და სად არის სული, როცა ამის განხილვა ესე დონეზე მოხდება, ხომ? და ეს პრინციპში გააკეთა ნეტარმა ავგუსტინემ, როცა მოახერხა და ნეოპლატონიზმისგან გაათავისუფლა თავისი გონება და სახარებისეულ სწავლებას დაუქვემდებარა და სწორედ აქედან მიიღო ეს შედეგი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არის არსებითად მისი სწავლება და გაგრძელება ამისი გითხარით, რომ იპოვა
მაგარი დიდმაც და მისი კონცეფცია ხშირად სწორედ ამითია გაჯერებული და რაც თავარია პალამიზმი არსებითად შეიძლება ითქვას რომ იგივე ავგუსტინიზმია იმ გაგებით რომ იქაც სწორედ ამაზეა ქმნილ და ხელთუქმნელ ბუნებებზეა საუბარი როგორც ჩვენ ვამბობთ რომ სული შთაიბერების ესე ამბობს გრიგოლ პალამაც რომ ენერგია რომელიც ეძლევა იმ ისიხასტებს ხო ლოცვის დროს ის არის ღვთაებრივი არა თვითონ ღმერთი მაგრამ ღმერთის ენერგია და არსებითად მისი სულიერი გამოვლილება ღვთაებრივი და ღვთაებრივი რა თქმა უნდა ყოველთვის არის თავის ადგილზე ის არ შეიძლება იყოს გახდეს ქმნილება ამ კონცეფციების შედარებისას ყოველთვის გრიგოლ პალამას სწავლება რატო იყო ამაღლებული და ესე მნიშვნელოვანი მთლიანად მართლმადიდებლური სამყაროსთვის სწორედ იმის გამოც მან უნდა დანო რომ მანაც მოახერხა ამ პლატონური სულისკვეთებისაგან ამ კონცეფციის გამოყოფა რაც არ გააკეთა ვარლამ კალამბრიელმა რომელიც პირდაპირ ვიცით ჩვენ რომ სწორედ რომ ფილოსოფიაზე დაეყრდნო ფილოსოფიური შეხედულებები და განსაკუთრებით პლატონიზმზე ჰქონდა აგებული ეს კონცეფციები იქაც იგივე პრობლემებია ზუსტად ანალოგიური და ამიტომ ვამბობთ რომ ავგუსტინესა და პალამას შორის ეს სინონიმური დამოკიდებულება ნამდვილად შეინიშნება ღმერთმა მოგცეს ძალა რომ გავასხვაოთ ჩვენ რა თქმა უნდა ხატება და მსგავსება ადამიანში დავინახოთ რა არის რეალურად ადამიანი აქ მნიშვნელოვანი კიდევ ის არის რომ ესეთი საკითხი არსებობს რომ მსგავსებას როდის იბრუნებს ჩვენ კი ვთქვით ახლა რომ მსგავსებას უდაოდ იბრუნებს ადამიანის სულიწმინდის გარდამოსვლის დროს ნათლისღების შემთხვევაში მაგრამ აი ამ ელინისტურ კონცეფციაში ეს როგორ არის იცი ადამიანი მოღვაწეობს და შემდეგ უკვე იბრუნებს ამ მსგავსებას და როდის იბრუნებს ვინ იბრუნებს რა კატეგორიის ადამიანი იბრუნებს ამ მსგავსებას და რა არის ამისთვის საჭირო მართალი გითხრათ ხდება ბუნდოვანი იმ გაგებით რომ გასაგებია რომ მოღვაწეზეა საუბარი გასაგებია რომ იესოს ლოცვის ღვაწლზეა საუბარი მაგრამ ყველა ხო არ არის ამ იესოს ლოცვის ღვაწლის მატარებელი მაგრამ შეიძლება იყოს კარგი ქრისტიანი სულიწმინდის მიერ და შთაგონებული ნათელღებული და უამრავი სხვა სულიერი ნიჭები კონდეს მას შეიძლება ისეთი ისიხასტი არ გამოვიდეს მაგრამ კონდეს მეტი თქვათ აქცენტები გაკეთებული ან მოწყალებაზე თავდაბლობაზე სიყვარულზე და ასე შემდეგ ესეც იგივე სულიწმინდის მადლის გამოვლინებებია ამიტომ აქ საუბარი იმაზე რომ აი მსგავსებას უნდა მოიპოვოთ და ამ უნდა მოიპოვოთში ეს ბუნდოვანება ჩანს ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მართლმადიდებლური თვალსაზრისით იმიტომ რომ ვინ უნდა მოიპოვოს და როგორ ხდება ამის მოპოვება აქ როგორც ესეთი არც დასაწყისი ჩანს არც ბოლო ჩანს და გაურკვეველი ხდება ვიღაცა ადამიანები რომლებიც იწყებენ შემდეგ სიხაზმის ღვაწლს თქვათ ხელოვნურად ანუ მიაჩნიათ რომ თვითონ არიან იესოს ლოცვის მასწავლებლები დღეს სინამდვილეში შეიძლება აღმოჩნდეს რომ სულაც არ არიან ესეთები და შეიძლება აღმოჩნდეს ისე რომ ვის თავდაბალი ადამიანი თქვათ რომელიც მოგზალებულად იღუწოდა ქრისტიანობა გაცილებით უფრო დიდი იყო ვიდრე ის ვისაც გონია რომ მაგარი იესოს ლოცვის და ზოგადად ღვაწლი იმყოფება ეს კიდევ ერთხელ ვამბობ კარგად ჩანს წმინდა წერილიდანაც და ასევე პატრისტიკიდანაც ანტონი დიდს აქვს ესეთი მაგალითი როცა ხილვა იხილა რომ ანტონი დიდი მოღვაწე იყო დიდი უზარმაზარი და ამ დროს ცხადება უფალი და ეუბნება რომ შენზე დიდი არისო იქო უბრალო ადამიანები ორი დედაკაციაო და რომლებსაც ერთმანეთთან თურმე მათი ღვაწლი იმიტომ იყო დიდი რომ ერთმანეთთან საერთოდ არაფერი არ გაუფიქრიათ აზრის დონეზეც კი ერთმანეთის მიმართ ცუდი გესმით აი ამ დონეზე იყო უკვე გასაგები მათი სულიერი სიმაღლეები და დონეები აი ეს არის ის რაზეც გვინდოდა ჩვენ საუბარი რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტია სათქმელი და სხვადასხვა კუთხით ჩვენ აი ამ საკითხებზე საუბრობთ და განსაკუთრებულად უფრო წერთ იმიტომ რომ ეს ძალიან რთულია აღსაქმელად თუმცა როცა ვიწყებთ ამაზე საუბარს და ნელ-ნელა ვეჩვევით ჩვენ გონებასაც ვაჩვევთ ამ საკითხებს
შემდეგ უკვე ძალიან ბევრი რამე მეცნიერად ხდება გასაგები თვითონ საღვთისმეტყველო საკითხებშიც, რომლებშიც დღეს ვხედავ ჩვენ აი ამ 2 და 3 პოზიციებსაც ისეთ საკითხებზე, რომელიც თუ სწორად დავალაგეთ, როგორც ეს არის ნამდვილად სამშემადგენელიან შემთხვევაში ადამიანისა, მაშინ მთელი ანთროპოლოგია, ანუ სწავლება ადამიანის შესახებ დგება თავის კალაპოტში. მერთმა დავგლოცოთ, გვაკუთვნოს.